ოკეი, მე რა მივხვდი რომ საშინელი განათება მქონდა. ამიტომ აქეთ გადმოვჭიქი. მოკლედ ეს რაღაც ვიყიდე 15 იუნად. კარტოფილია. კვერცხთან ერთად და თან ტკბილი და თან მჟავე რაღაცეები აქვს ერთად. ქალმა შაქარი რო დააყარა, უკვე მივხვდი რომ არის ტკბილი. პირიქით მჟავეა. What the hell is that? ჩინელები არიან ყველაზე უცნაური ტიპები, იმიტომ რომ ყველაზე რენდომ საჭმელების შეერთებით შეიძლება რომ ძალიან გემრიელი რაღაცა გააკეთონ. ოღონდ აი ისეთი რენდომ რაღაცეებით, რაც ერთად შეიძლება ვერ წარმოგიდგინოს. ნუ არ ამჯერად კვერცხი და კარტოფილი ოკეია, მაგრამ ზოგადად მომო. ბარემ შევჭამ და მე მოგიყვებით ჩემს ჩონცინში ჩამოსვლის ისტორიას. So slay. ესე იგი, ჩემი წამოსვლის ამბავი იწყება ესე. ზოგადად ჩონცინში მოგზაურობა დავგეგმე ჯერ კიდევ თვეებით ადრე. მოკლედ ვინაიდან და რადგანაც ჩინური ახალი წლები გრძელდება თვეზე ან ცოტა დიდხანს. გადავწყვიტე რომ მე მოგზაურა ზოგადად ჩინეთში, მაგრამ მე გეგმები შევცვალე, ამიტომ გადავწყვიტე რომ მხოლოდ ორი ადგილი მენახა, ეს არის ჩონცინი და მეორე არის გვანჯოუ. და პირველი მოგზაურობის ადგილი იყო, რა თქმა უნდა, ჩონცინი, ვინაიდან და რადგანაც არის ჩემს პროვინციასთან და ქალაქთან შედარებით ახლოს. ჩონცინში წამოსასვლელი ბილეთები ვიყიდე ერთი კვირით ადრე. სწრაფმავალი მატარებელი არის ცალკე და ნელმავალი მატარებელი არის ცალკე. ანუ მათი სადგურები არის განსხვავებულ ადგილას. ისე გითხრათ, ხსიერება მაქვს, ამიტომ ჩემი მოგზაურობა თავიდან, მოგზაურობა არა, მგზავრობა რამდენად ცუდი იყო, ან კარგი იყო თუ არ მახსოვს მართლა. მაგრამ გეტყვით რომ სასიამოვნო არ ყოფილა. სასიამოვნო და არ დაიწყო ყოველ შემთხვევაში. გამაგვიძა უბრალოდ ყველაფერმა ერთად, ყველაფერი ერთად მირეკავდა. გამოვიძე დილის 5 საათზე, იმიტომ რომ 8:20 წუთზე გადიოდა ჩემი მატარებელი. და 8:20 წუთზე გადიოდა ჩემი მატარებელი და მე როგორღაც იქამდე უნდა მიმესტრო. გავივიძე დილის 5 საათზე. სადღაც 6-ისკენ უკვე გავედი უნივერსიტეტიდან. ნუ ჯერ უნივერსიტეტიდან გასვლა იყო მთელი საშინელება, რა თქმა უნდა, ნერვიულობდი. ზოგადად ჩემი უნივერსიტეტის კარებს ხსნიან ხოლმე დილის 6 საათზე. მე გავედი წუთები რომ აკლდა მაშინ. და ძალიან ნერვიულობდი, ამავდროულად ბარგი მქონდა ძალიან ბევრი. ბევრი რა ყოველ შემთხვევაში არაკომფორტული სატარებელი იყოს. ამავდროულად ძალიან ნერვიულობდი იმაზე, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული შუშუ არ გამიღებდა უბრალოდ კარებს. ზოგადად, როგორც ვთქვი, უნივერსიტეტი იღება 6 საათზე. კარებს ხსნიან 6 საათზე, იკეტებათ 11-ზე და ხსნიან 6 საათზე. ძალიან დავდობდი იმაზე, რომ შეიძლებოდა ჩემთვის კარები არ გაეხსნათ, რის გამოც ასევე შეიძლებოდა დამეგვიანა ჩემს მატარებელზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვინაიდან და რადგანაც ჩინური ახალი წელია, ბევრი მოსწავლე მიდის სამოგზაუროდ, შესაბამისად ამ დროს ყოველთვის ხსნიან კარებს. სხვა შემთხვევაში კონტროლდება ძალიან მკაცრად. 6 საათამდე კარებს არავის არ უხსნიან ძალიანაც რომ მოუნდეთ. იმ შემთხვევაში თუ რაღაც კრიტიკული მომენტი არ არის, როდესაც შენ გადაუდებელი მომენტი გიწევს საავადმყოფოში წასვლა მაგალითად, ეგ არის ერთი კრიტიკული მომენტი და მეორე კრიტიკული მომენტი არის, როდესაც მოკვდი და უნდა გაგასვენონ. როგორც იქნა ჩავედი პირველ სართულზე, გავახციე კარებიდან და შემხვდა ორი გოგო. უსაყვარლესი გოგო, რომლებიც უკან ბრუნდებოდნენ დორმში, იმიტომ რომ გააცილეს თავიანთი რუმეითი, რომელიც ასევე მოდიოდა ჩონცინში. ამ გოგოს ასევე ვიცნობ, რომ მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს გოგონები მისი რუმეითები იყვნენ, შესაბამისად არ ვიცოდი, ვინ მოდიოდა რეალურად ჩონცინში. მოკლედ, უსაყვარლესი გოგონები იყვნენ და
დავინახეს თუ არა შემომთავაზეს რომ დამხმარებოდნენ. მიმიყვანეს გეითამდე მიმაცილეს და აქ შეიქმნა პატარა პრობლემა, რომელმაც დილიდანვე ძალიან დამსტრესა. როდესაც მივდიოდით გეითისკენ, ამ გოგონებმა მკითხეს, გამოძახებული მყავდა თუ არა ტაქსი. იმიტომ რომ ჩინეთში შეგიძლია ტაქსი მაგალითად გამოიძახო წინა დღით, რაღაც კონკრეტული დღეებით ადრე, შენ უბრალოდ შეგიძლია მივუთითო კონკრეტული თარიღი, როდის გინდა რომ შენი ტაქსი მოვიდა შენთან და წაგიყვანოს დანიშნულების ადგილზე. საბოლოოდ, მე არ მქონდა ეს კონკრეტული სერვისი და უბრალოდ ვაპირებდი რომ გეითთან მისვლისას გამომეძახა ტაქსი. აი ეს ორი განსხვავებული სადგური უნდა განვიხილო. არის სწრაფმავალი მატარებლის სადგური და არის ნელმავალი მატარებლის სადგური. სწრაფმავალი მატარებლის სადგური ჩვენს უნივერსიტეტთან არის ძალიან ახლოს. ტაქსით რომ წახვიდე, არის სადღაც 15 წუთის გზა. და არის ნელმავალი, რომელიც არის 1 საათი და ცოტა მეტი. ძალიან დიდი დრო გჭირდება იქამდე რომ მიხვიდე. ვინაიდან და რადგანაც მე წინასწარ დაძებნილი მქონდა, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე მიჩვენებდა, რომ ჩემი სადგური იყო ზუსტად ეს შორი სადგური, რომელიც რეალურად იყო ნელმავალი მატარებლის სადგური. ზუსტად მსგავსი რაღაც მოხდა ამ გოგონას შემთხვევაში, რომელიც ჩემამდე გააცილა თავისმა ორმა რუმეითმა, რომელიც შემდეგ მე შემხვდა. ხო? შესაბამისად, როდესაც აპლიკაციაში დაუძებნე სახელი სადგურის და მითითებული მქონდა რომ სწრაფმავალი მატარებლის სადგური არის. ეს გოგონები მეუბნებოდნენ რომ დიდი ალბათობით არის არასწორი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ამ გოგოსაც ზუსტად იგივე ლოკაციას უჩვენებდა. დიდი ალბათობით აპლიკაციაში არის რაღაცა ხარვეზი. შესაბამისად, როდესაც ტაქსის მძღოლმა მოაკითხა ამ გოგონას, გოგონამ უთხრა, რომ უნდა სწრაფმავალი მატარებლის სადგურში წასვლა. და ამ კაცს ძალიან გაუკვირდა თავიდან მძღოლს იქიდან გამომდინარე, რომ შენ ნელმავალი მატარებლის სადგური გაქვს მითითებული და რანაირად. ხო, შესაბამისად, მეც რომ იგივე არ დამმართნოდა. ამ გოგონებმა, როდესაც ჩემი ტაქსის მძღოლიც მოვიდა, დაურეკეს თავიანთ რუმეითს და მან დაალაპარაკა ტაქსის მძღოლი, იმიტომ რომ მისულები არ იყვნენ სადგურამდე. დაალაპარაკა ტაქსის მძღოლი და იმ ტაქსის მძღოლმა ჩემ ტაქსის მძღოლს აუხსნა, სად უნდა მივეყვანე. აქ გადავრჩი. მაგრამ მეორე საშინელება მოხდა. მე ოთახიდან გასვლამდე არ შევამოწმე ჩემი ინტერნეტი მუშაობდა თუ არა, ვინაიდან და რადგანაც ჯერჯერობით მის გათიშვას არ ველოდებოდი. იმიტომ რომ საკმაოდ ახლად ჩარიცხული იყო თანხა, მოდი ესე ვთქვათ, ამიტომ ძალიან გამიკვირდა და ველოდებოდი მოკლედ, რომ უნდა მქონოდა კიდევ 1-2 კვირა მაინც. ამიტომ არ შემიმოწმებია. China Mobile, რისი China Mobile-ია, ჩემთვის იმედები რომ არ გაეცნობინა და არ დავეტოვებინე ინტერნეტის გარეშე, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. დავეტოვებინე რა თქმა უნდა, ჩავრიცხე, მაგრამ ეს იყო რაღაცა საშინელი პროცესი. სანამ ჩემი ტაქსის მძღოლი მოვიდოდა, მანამდე რა თქმა უნდა ვცდილობდი აპლიკაციაში შესვლას და სამწუხაროდ ჩემ აპლიკაციას არ ახსნიდა შესაბამისად ერთ-ერთ გოგონას მოუწია რომ ჩემთვის გაეზიარებინა ინტერნეტი და ზუსტად ამ ინტერნეტის დახმარებით ჩავიცხე ჩემთვის ინტერნეტი და გამოვიძახე ტაქსი. მაგრამ როდესაც საბოლოოდ ტაქსში ჩავჯექი, ამ დროს ყველა ვინც იცის რომ სამოგზაუროდ მივდივარ, ყველა ერთად მწერს. ეს არის აქაური დროით უკვე 6 საათისთვის, საქართველოში არის ღამის 2 საათი. შესაბამისად
მთელი ნახევარი გზა სადგურამდე ინტერნეტი არ მქონია, რაც ძალიან მანერვიულებდა კიდევ უფრო მეტად. ამავდროულად თავიდან დამავწდა თქმა და ეხლა დავამატებ, რომ ჩანგშაში მაგ დღეს იყო მინუს რაღაცა გრადუსი დილის საათებში. სამივე ჩვენგანი გოგონები ვიყინებოდით, ისე ვციო და ჩარიცხვისას ხელები ვიკანკალებდა სამივეს, ისინი რომ მეხმარებოდნენ, ისინი ცალკე კიდე კანკალებდნენ, ისე ციოდა და მე ცალკე ამ გოგონების მრცხვენოდა, რომ ესე შევაწუხე და იმიტომ რომ ეს გოგონები მაგალითად მე ამ თავიანთ რუმეითს ვრეკავდნენ, ყველაფერს ამოწმებდნენ, სახელი კარგად გადმოაგზავნინეს კიდევ ტაქსის გამოცახებამდე, რომ უეჭველში ეს მიუთითეთო და მე ვნახულობთ, რომ ეს გვაქვს მითითებული და მაინც ხვას გვიწერს აპლიკაცია და მოკლედ ძალიან დაბნეულები ვართ. საბოლოოდ ტაქსის მძღოლი მოვიდა და საბოლოოდ ეს ყველაფერი მოგვარდა უკვე ეგ ვთქვი კიდეც, რომ მე თავისი ტაქსის მძღოლი დაალაპარაკა და მან აუხსნა სანამ მივეყვანე. აღმოჩნდა, რომ China Mobile-მა გადაწყვიტა გავეწამებინე უარესად და ზოგადად, როდესაც მრიცხავ ხოლმე 2 წუთიც არ ჭირდება, რომ უკვე ინტერნეტი ჩვეულებრივად მუშაობს. არანაირი პრობლემა არ არის. ზოგადად. მაგრამ მაინც და მაინც იმ დღეს, როდესაც ინტერნეტი ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მაინც და მაინც მაშინ გადაწყვიტა, რომ გამქრალიყო საერთოდ. აორთქლებულიყო. და საერთოდ არ გამოჩენილიყო კარგი ხანი და ინტერნეტმა მუშაობა დაიწყო რეალურად მაშინ, როდესაც მობილური გადავტვირთე უბრალოდ. მობილური გადავტვირთე, კიდე ცოტა ხანი დაველოდე და ჩაირთო ინტერნეტი. სადგურთან რომ მივედი, უკვე ჩაირთო. მოკლედ, რა თქმა უნდა, მე გავიარე ჩეკინი ამ სადგურში, გადიხარ ზუსტად ისეთივე ჩეკინს, როგორცაც გადიხარ თვითმფრინავით მგზავრობისას უფრო სწორად აეროპორტში და ცოტა უფრო მკაცრადაც კი. ჩემოდნები, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაატარონ ამ სკანერში. თუ რაც ქვია. რა თქმა უნდა, ბოთლი, რომელიც მოგაქვს წყლის, უნდა აწონონ. ხო, ერთადერთი პლუსი რაც აქვს, არის ის, რომ თუ მაგალითად თვითმფრინავში ეს შამპუნი და ეგეთი რაღაცეები დიდ ბარქში უნდა გედოს, აქ ყოველ შემთხვევაში სადაც გინდა ჩადე პრობლემა არ არის. ნუ მოკლედ ეგეც გავიარე და შევედი თუ არა სადგურში, დამხვდა ჩემი უნივერსიტეტელი და იყო სრული შოკი და ძალიან გამიხარდა ეს გოგო რომ ვნახე, იმიტომ რომ მან იცოდა როგორ უნდა მოგვეძებნა ჩვენი კონკრეტული გასასვლელი ამ შემთხვევაში. სად უნდა მივსულიყავით, როგორ უნდა მივსულიყავით ვაგონებთან, იმიტომ რომ მე საერთოდ არ ვიცოდი ეგ როგორ მუშაობდა. თან ამ გოგონასთან მანამდეც მქონია შეხება და არის უსაყვარლესი გოგო, უსაყვარლესი გოგო, ყოველთვის რიმილით ხვდებით ერთმანეთს, ყოველთვის ვესალმებით, უბრალოდ როგორც ესეთი ახლო ურთიერთობა არ მქონია არასოდეს. ნუ შემდეგ რაც მოხდა, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ერთი და იგივე ვაგონში არ აღმოჩნდით სამწუხაროდ. მე ვიყავი მე-7 ვაგონში, ის იყო მე-4 ვაგონში. აღმოჩნდა, რომ ჩემს ბილეთებში იყო რაღაცა ცვლილება, რასაც მე მაგამდე არ დავაკვირდი შესაბამისად 4 საათიანი მგზავრობის დროს, ნუ რა თქმა უნდა, ჩემი ბარგი ზემოთ შევალაგე, ხანი ჩამეძინა. ამავდროულად მქონდა ჩემი ელექტრონული სათბურა. ჩემი ნაწრისფერი ელექტრონული სათბურა, რომელიც სადღაც დავდე, როდესაც ნივთებს მაღლავდებდი და სადღაც შრომ მგზავრობისას გამახსენდა, რომ ხელში აღარ მეჭირა. Anyways, მაგას პრობლემას არ ვაქცევ. ანუ უბრალოდ იმდანაც დასტრესილი ვიყავი, რომ უბრალოდ აღარ მიმიქცევი ყურადღება, მინდოდა რომ ჩემს ადგილას დავმჯდარიყავი. მაგრამ თლად ჩემს ადგილას არ ვიჯექი, იმიტომ რომ ჩემი ბილეთი ფანჯარასთან იყო გათვალისწინებული და ჩემს ადგილას ვიღაც უკვე იჯდა. რომ მივედი ეს გოგო ისე ნერვიულობდა, ანუ ესე იჯდა რა. ეს გოგო ძალიან ნერვიულობდა, რომ ეხლა არ ამაყენოსო, იმიტომ რომ აშკარად მოსწონდა ჩემ ადგილას ჯდომა. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მეც თავი არ გამიგიჟები, ეგინა თუ არა ჩემს ადგილას დამსვი, მეთქი არაფერი არ მithქვამს და უბრალოდ დავჯექი ამ სამგზავრო სკამზე როგორღაც დავიწყე დროის გაყვანა. რაცა კონკრეტული პერიოდის მერე ჩამეძინა და ზუსტად ამ მომენტში ვიღაცამ ხარზე ხელი დამადო, გამაღვიძა და მეუბნება, რომ ეს ჩემი ადგილია. და მეთქი, არა, ეს ჩემი ადგილია.
და მოკლედ აქ ვუბრუნდები იმ თემას, როდესაც აღმოჩნდა, რომ ჩემს ბილეთში რაღაცა ცვლილება მოხდა. ანუ ზოგჯერ ხდება, რომ თავიდან ერთ ადგილს გიწერს და რაღაც კონკრეტული ლოკაციის გავლის მერე უნდა გადაჯდეს სხვაგან. შესაბამისად, როდესაც ეს კაცი მოვიდა და მეუბნება, რომ იცით რა უკაცრავად თქვენ ჩემს ადგილზე ზიხარ, ცოტა დავიბენი, იმიტომ რომ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ეხლა მე თან უცხოელი რო ვარ, ეს კაციც არ ყოფილა რაღაცა ისე, რომ ატეკი ჩემ ადგილას ზიხარ და რაღაცა რა. თან დავიწყეთ გარკვევა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეთქი არა მე ვზივარ ამ ადგილას, ანუ მე მაქვს ბილეთი აქ ნაყიდი. რა თქმა უნდა, ამ ადამიანმა მაჩვენა თავისი აპლიკაცია, რომ აი ესა და ეს არის მითითებული არის, რომ აქ არის ჩემი ადგილი. მეც რა თქმა უნდა გავხსენი აპლიკაცია და ვაჩვენებ, რომ ზუსტად იგივე ადგილას მაქვს მეც ნაყიდი ბილეთი. მაგრამ მე შემამჩნია, რომ იყო მეორე ბილეთი, სადაც უკვე საერთოდ სხვა ვაგონი მქონდა მიწერილი. იყო მე-4 ვაგონის მე-5 F ადგილი. ისიც ფანჯარასთან იყო. შესაბამისად, მე როდესაც ამ კაცს ვკითხე, უბრალოდ თავიდან როდესაც გაურკვევლობა გქონდა, ვთქვი, რომ ვინმე არ არის მეთქი, ვინც აქ მუშაობს პერსონალი, რომ იქნებ ჩვენი ბილეთების რაღაცა გავარკვიოთ მეთქი, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდი რა განსხვავება იყო ამ ბილეთსა და მეორე ბილეთს შორის, იმიტომ რომ არ დავკვირვები ვარ იმ პატარა დეტალს, ანუ ორივეგან რატომღაც ჩემი გონება ორივეს ერთნაირად აღიქვამდა, არ ვიცი რატო. მაგრამ ძალიან კარგი პიროვნება აღმოჩნდა ეს კაცი, მოდი აქედან დავიწყოთ, არანაირი სტრესში არ ჩამაგდო კიდევ უარესად. უბრალოდ თქვა რომ, ანუ ჩემთან საუბარი, ანუ ჩემთან ლაპარაკი, ანუ ჩემი სიტყვები ხო გესმისო, იმიტომ რომ ჩინურად ვლაპარაკობდით და უცებ პერსონალის ეს რომ მოვითხოვე, ანუ ჩემ ნათქვამს თუ იგებო უბრალოდ ეგ მკითხა და კი მეთქი მესმის თავისუფლად. ხოდა მე მეორე ბილეთს დააჭირა ხელი და უკვე უყურებს რომ არის სხვა და მე უკვე გაურკვევლობაში აღმოჩნდი, ანუ რანაირად მოხდა ეს ორი ერთად და მე რამ კაცმა ამიხსნა რომ უბრალოდ რაღაც ლოკაციის გავლის მერე შენი ადგილი შეიცვალა და უნდა გადაჭდე. რა თქმა უნდა, თქვა რომ პარკის წამოღებაში თუ გაქო დაგეხმარებიო და ვივუთით რომ ზემოთ მქონდა ალაგებული და ბევრი იყო. და მძიმეა თქოდა. მაგრამ მეთქი არ მაქვს პრობლემა, რა თქმა უნდა, სადაც ჩემი ადგილია, იქ წავალ და დავჯდები, არ არის პრობლემა. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ბარგი უნდა ჩამომეღო, უნდა გამეულო ამ ბარგით ძალიან დიდი ადგილი, ძალიან დიდი გზა უფრო სწორად, იმიტომ რომ მე-7-დან მე-4-მდე არ ვიცი ზუსტად 2 ვაგონი, 3 ვაგონი უნდა გამევლო. არ ვიცი, თან ყველა რაღაცნაირად ხალხით სავსე არის და ზოგს ჩემოდანი რახან ზემოთ არ აქვს შემოლაგებული, გვერდით უდევს და შენ და აიღო მე შენი ბარგი, გადადო გვერდზე, შენ გადაუარო ამ ბარგს, რომელიც შუაში არის გაკვეხებული და მოკლედ ძალიან არაკომფორტულია და ამ კაცს მხოლოდ ზურგჩანთა ჰქონდა, ამიტომ შემომთავაზა, რომ მოდი შენ აქ დაჯექი, აქ იჯექი ბოლომდე და მე შენს ადგილას დავჯდები. მეთქი კარგი. ოკეი. და შევცვალეთ ადგილები. მართლა გულწრფელად მადლიერი ვარ ამ ადამიანის, რომ მართლა ეს ვაგონები არ გამატარა ჩემი ბარგით. როდესაც საბოლოოდ ჩამოვედით ვაგონიდან მე დავიწყეთ გასასვლელის ძებნა. რა თქმა უნდა, მე რო ჩამოვედი, ეს გოგო სხვა ვაგონში იყო საერთოდ და უბრალოდ იქ დაცვა გთხოვდა, რომ ცოტა მალე წადით, რომ ანუ ხალხმრავლობა არის უკვე და ანუ მალე გაათავისუფლეთ ადგილი, იმიტომ რომ მომსვლელებიც იქნებიან მალე. ხო, ანუ ერთი ნაწილი გადის, მეორე მოდი. რა თქმა უნდა, როდესაც უკვე მთავარ გასასვლელთან ჩავედით, მათ დამინახა მაგ გოგომ, როდესაც უკვე პასპორტები უნდა გაეტარებინათ ჩვენი. დავიწყეთ ისევ ერთად სიარული და ვეძებდით გასასვლელს. რომ გამოგვეძახა ტაქსი. თქვენი აზრით, რამდენი ხანი მოვუნდით მაგ გასასვლელის ძებნას?
Yeah. Whole 2 hours. მთელი 2 საათი ვეძებდით გასასვლელს. Oh my god, მთელი 2 საათი. და მთელი სასაცილო ამბავი ის იყო, რომ 12 საათზე ზუსტად ვიყავით უკვე გამოსულები A few moments later. Wait a second. One eternity later. მოკლედ, ამასობაში, ეხლა მე რომ თავარი გასასვლელი ვახსენე, არ ნიშნავს, რომ შენობა სადგურიდან გახვედი. არა, ეს უბრალოდ არის გასასვლელი, სადაც ჩვენს პასპორტს ამოწმებენ, რომ ნამდვილად სულ თავიდან ჯერ კიდევ ჩანგშაში შეამოწმეს პასპორტები და ისე გაგვიშვეს და მერე აქაც გასასვლელში უნდა შეამოწმონ შენი პასპორტი. ჩვენ ვეძებდით შენობიდან გასასვლელს. მთელი 2 საათი ვეძებდით შენობიდან გასასვლელს და ვერ პოულობდით. ამავდროულად ვკითხეთ რამდენიმე დაცვას და ყველა თავისებურად რაღაცებს მიგვასწავლიდა და მანდაც საბოლოოდ ვერაფერს ვერ ვიქებდით. ამავდროულად, როდესაც პასპორტები შეამოწმეს, მე და ეს გოგო ვამბობდით, რომ ჩვენი სასტუმროს ჩეკინი არის 2 საათზე. 2 საათამდე გქონდა 2 საათი. 12-ზე უკვე შეგვიმოწმეს პასპორტები. და 12 საათზე ვთქვით, რომ იცი რა არის ჩვენს სასტუმროებში. ჩეკინი არის 2-ზე. და მანამდე იქნებ წავსულიყავით სადმე ახლოს, ამ სადგურიდან ახლოს, თუ არის შესაძლებელი და გვეჭამა იქნებ რა მეთქო. ხო და გვინდოდა ძალიან რომ რაიმე გვეჭამა, რა თქმა უნდა. ცოტა გვეძინა. მატარებელში მე რა თქმა უნდა მოგშვიდა, იმიტომ რომ წამოსვლისას არც მე მიჭამია რამე და არც მას და ძალიან ადრე წამოვედით რეალურად. ხო, თითქმის 5 საათი იყო მგზავრობა. საბოლოოდ ერთ-ერთმა დაცვამ ზუსტად მიგვასწავლა სად როგორ უნდა გავსულიყავით ამ სადგურის შენობიდან, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ დაცვას ვიკითხებოდით გარეთ როგორ გავიდეთ ამ ადგილიდან. გამოვიძახეთ ტაქსი. ტაქსის მძღოლი ლამის უკვე მოსულია და აშკარად ჩვენი ლოკაციები არის განსხვავებული. ტაქსი მოვიდა გვირეკავს, რომ სად ხართ? და ჩვენ ვეუბნებით, რომ აქ ვართ, გარეთ. და საქმე რაში არის, რომ ტაქსი შევიდა პარკინგზე და ჩვენ პარკინგზე არ ვართ, ჩვენ სადღაც სხვაგან ვართ, ჩვენ გარეთ ვართ საერთოდ შენობიდან. პარკინგი არის ქვედა სართულზე, საერთოდ ეს არის მინუს სართული და ჩვენ ვართ მესამე სართულზე. დიახ. მესამე სართულზე ვართ. მესამე სართულზე გარეთ გზასთან. ტრონცინ შეახდება. ამავდროულად მე რა თქმა უნდა რაც შემეძლო რომ გამეკეთებინა, მე არ ვიცოდი როგორ ამიხსნა ეხა ამ ადამიანისთვის სად ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ერთადერთი პასუხი გქონდა, მეც და მეგოს რომ ვართ გარეთ. ზუსტად სად? ეგ უკვე არ შეგვეძლო რომ გვეთქვა. ამიტომ იქვე იყო ახლოს ერთი კაცი, რომელიც ასევე თავის ტაქსის ელოდებოდა, შესაბამისად მივედი და ვუთხარი რომ იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ, იმიტომ რომ ტაქსი ყავს გამოძახებული და ვერ ვუხსნით სად მოვიდეს. იმიტომ რომ არ ვიცით როგორ ავუხსნათ ამ ადგილას როგორ მოვიდეს, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიცით ეს რა ადგილია. ჩანგშელებისაგან განსხვავებით ამ კაცმა ძალიან დიდი ღიმილით გამოგვართვა მობილური და უწყო ტაქსის მცველს საუბარი, ძალიან კარგად აუხსნა სად ვიყავით და მოგცა ჩვენი მობილური, რა თქმა უნდა, ჩვენი იმ გოგოს ყავდა გამოძახებული მისი მობილური და შესაბამისად მისი მობილური დაუბრუნა და თავის ტაქსისკენ წავიდა. დიდი მადლობა გადავუხადეთ და ცოტა ხანში ვხედავთ რომ მოდის ტაქსის მძღოლი ჩვენთან. უკარგესი ტიპი იყო და ასევე ჩანგშელი ტაქსისტებისაგან განსხვავებით უკარგესი ხასიათი ჰქონდა. ძალიან კარგი
ხასიათით შეგვხვდა, არანაირი აგრესია, იმიტომ რომ ზოგადად ჩანგშელმძღოლებს ახასიათებს ძალიან ცუდი რაღაცა. ეს ძალიან ცუდი რაღაცა არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ლოკაციები ერთმანეთს არ ემთხვევა, ან პირდაპირ გიქენსელებენ, ან გირეკავენ და გიყვირიან მობილურში. შეიძლება ისეთ შაბეჭდილებას ვტოვებ, რომ ჩანგშელმძღოლებთან რაიმე პრობლემა მაქვს და ვერ ვიტან. არა, უმეტესად ძალიან კარგი ხასიათის არიან ხოლმე, მაგრამ შემხედრია ძალიან უხეში მძღოლით ტაქსის და ისეთებიც მინახავს, რომ ყურმილიდან ძვრებიან ხოლმე და გამიგია უბრალოდ თუ ჩემთან არ ულაპარაკიათ, მაგალითად ჩემ რუმეიტთან გქონიათ ეგეთი მომენტი, ან არ ვიცი, უბრალოდ არც ისეთი კარგი ხასიათის არიან და ამოდროულად არის ასევე ხალხიც. ადრე მოსმენილი მაქვს, რომ ჩრდილოელებთან შედარებით სამხრეთელები უფრო თბილი ტიპები არიანო და ჩანგშას სამხრეთი არის, მაგრამ არც ისე თბილი ხალხი არის ჩანგშაში. ესე შემიძლია ვთქვა. ამ შემთხვევაში ამ ტაქსის მძღოლში ძალიან გაგვიმართლა. მოვიდა, ბარგი წაგვაღებინა, გველაპარაკა, გაგვათბო გაყინული ხალხი. პლუს ქალაქი გაგვაცნო მერე ჩვენი სასტუმროები კარგად მოძებნა შესასვლელი საით მხარეს ქონდა რომ კარგად გაეჩერებინა, ბარგი გადმოგვაღებინა და უბრალოდ ამ შემთხვევაში ორი ლოკაცია გქონდა მითითებული. ჩვენი სასტუმროები არის ერთმანეთთან ძალიან ახლოს. ხო და შესაბამისად ჯერ მიმიყვანა ჩემ ლოკაციაზე, მოძებნა ზუსტადაც შეიძლებოდა რომ კარგად დაეყენებინა მანქანა და საბოლოოდ ბარგი როდესაც გადმოვიღე, ძალიან კარგი ესეთი ღიმილით დამემშვიდობა, ბედნიერი მოგზაურობა მისურვა და ჩემი მოგზაურობის პარტნიორიც მოკლედ წაიყვანა თავის სასტუმროში. მაგრამ მაინც როდესაც ჩამოვალაგეთ ბარგი, ზუსტად ვერ ვიგებდი ჩემს სასტუმროს, საიდან ჰქონდა შესასვლელი, იმიტომ რომ წინ China Mobile და China Telecom ერთად იყო და იქით კიდევ მაღაზიები იყო ჩალაგებული რაღაც მომენტში და ანუ ზუსტად სად იყო შესასვლელი ჩემი სასტუმროსი ვერ ვიგებდი. მაგრამ ერთი ჩონქცინელი თავისი მოვიდა ჩემთან და ვინაიდან რადგანაც მე ძალიან დაბნეული ვიყურებოდი, უბრალოდ მითხრა რომ შეეძლო ჩემთვის დახმარება. ჩემი დახმარება უბრალოდ და ასევე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ ადამიანის, იმიტომ რომ თვითონაც ვერ იგებდა, მაგრამ ჩინელი ესე უპრობლემოდ მისული იყოს მეორე ჩინელთან და საუბარი დაეწყოს, მე ჯერ არ მინახავს ჩანგშაში და ჩონცინში ძალიან მიხარია, რომ ცოტა სხვანაირად არის. მივიდა, მათაც კითხა როგორ უნდა შესულიყვნენ, მათაც აჩვენეს შესასვლელი, მერე გამომყვა რა თქმა უნდა ჩეკინზე მერე ამ სასტუმროს აის ელაპარაკა, ყველაფერი მომაგვარებინა, თუ კი რაიმე ისეთი პრობლემა შეიძლება და ყოფილიყო. ამ სასტუმროს აიც ძალიან საყვარელი ქალბატონი აღმოჩნდა, მე ოთახი უნდა მქონოდა მე-13 სართულზე, მაგრამ ამ ქალბატონმა მითხრა, რომ სრულიად უფასოდ შეეძლო ჩემთვის უკეთესი ოთახი მოეძებნა ამ შემთხვევაში და უკეთეს ოთახში შემომიშვა. ასევე ძალიან მესია მოგონა. მომსახურება არის ძალიან კარგი. არიან საოცარი ხალხი მართლა. ამ კონკრეტულ სასტუმროში მართლა ძალიან საყვარელი ტიპები მუშაობენ. როდესაც არ უნდა მივწერო რა კითხვაც არ უნდა მქონდეს, ეგრევე პასუხობენ. გვყავს ქვემოთ დაცვა. მეცაც არ ვიცი, ძალიან მინდა ხოლმე რომ რაღაცა თბილი სასმელი მაინც მივუტანო ხოლმე, იმიტომ რომ გუშინ მაგალითად powerbank-ზე ჩავედი და ეგრე ძინა მაგიდაზე და იყინებოდა, რა ვიცი, შიოდა გარეთ. საბოლოო ჯამში ჩონცინზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მაქვს უკვე მეორე დღეა. ხალხი არის ძალიან საყვარელი, ძალიან მოსწონთ უცხოელებთან კომუნიკაცია ზოგადად. მაგრამ არც ერთმანეთთან კომუნიკაციას
ერიდებიან სხვათა შორის საკმაოდ გახსნილები არიან ერთმანეთთანაც, ანუ ესე უცხო ადამიანთან კითხვის დასმაც კი ზოგადად ჩანჩაში მაგალითად უცხო თემა არის რა, თვითონ ჩინელი რო ჩინელთან მივიდეს და რაღაცაზე ელაპარაკოს, ანუ იმასაც რაღაცნაირი სახით უყურებენ ხოლმე და აქ ეგრე არ არის. რაც ასე ძალიან მახარებს. ერთადერთი მთავარი განსხვავება ჩანშასგან არის ის, რომ ჩონგცინი არის შედარებით ძვირი ქალაქი. თუმცა არის მეტად საინტერესო, მეტად ბევრი რამე არის ანახავი რეალურად, კარგად შეგიძლია გაიყვანო დრო. რაღაცების გარკვევაში დამეხმარა და საბოლოოდ ამ ადამიანსაც ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე. ჩონგცინში უფრო თბილა ვიდრე ჩანშაში, რაც არის ძალიან უცნაური, იქიდან გამომდინარე, რომ ჩანშა მეტად სამხრეთი არის და არ ვიცი, ესეთ სამხრეთში უფრო სითბო არ უნდა იყოს. ასევე ჩემს ელექტროსათბურაზე დამავწდო რომ ეთქვა. საბოლოოდ ალბათ სადღაც რომ დავდე, მერე ვიღაცა ქალმა აიღო და მთელი გზა მაგით თბებოდა. ბოლოს როდესაც ჩონგცინში უკვე გასვლა გვიწევდა, რაღაც კონკრეტული დროით ადრე ამზადებ შენს ბარგს, რომ მერე მალე გახვიდე, ანუ რო გაჩერდება, მერე არ იწყებ შენი ბარგის ჩამოლაგებას. ხო და მოკლედ ესე ძალიან სასაცილოდ მოხდა, რომ ეს ქალი უკანა მხრიდან გადიოდა, მე წინა მხრიდან გავედი, ორი გასასვლელი ქონდა ამ ვაგონს და ეს ქალბატონი ჩემს გვერდით გადიოდა რა, ანუ უწევდა რომ ჩემს გვერდით გაევლო და ჩემი სათბურა ედო ზუსტად ზედ და ჩემი სათბურა ვიცანი. იმიტომ რომ პატარა ისინი ქონდა ნიშნები რა. ხო და ვიცანი რომ ჩემი იყო და ამ ქალმაც ისე გამომხედა და მე აღარაფერი ვუთხარი. უბრალოდ ჩემ ტვინში გავიფიქრე რომ მეთქი რა ვიშე ქალო, ანუ თუ მიხვდი რომ ჩემი იყო, ბარემ გეთქვა სატენით მომეციო, იმიტომ რომ სატენის გარეშე ეგ სათბურა არ მუშაობს და რა ვიცი მივიცემდი მაგ სატენსაც არ იყო პრობლემა, უბრალოდ არ ვიცი რა შეჭირდებოდა. ანუ სატენის გარეშე ელექტროსათბურა რა შეჭირდება, არ ვიცი. Whatever. ეხლა არ ვიცი ეს ისტორია რატომ მოვყევი, მგონი არც ისეთი საინტერესო იყო, მაგრამ ნუ ჩემი სტრესის გაზიარება მინდოდა უბრალოდ, რომელიც თავიდან მქონდა. მთელი სტრესი ჩანგშაში და მე ვაგონებში დავტოვე, მოდი ესე ვთქვა და მეორე დღეა ძალიან კარგ დროს ვატარებ ჩონგცინში. საბოლოოდ ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდა და შემდეგ ვლოგებსაც გაგიზიარებ და სხვათა შორის არაჩვეულებრივი პატარა სკვერი მაქვს, გარშემო სკვერი არა, უბრალოდ ქუჩები არის გარშემო ძალიან ლამაზი და მაგათაც გაჩვენებთ სხვა ვლოგებში აუცილებლად. Bye bye. ხო, კიდე ეს ვიყიდე. Look.